გამარჯობათ. ეხლა გაჩვენებთ ესე ვთქვათ აქტივობას, რომელთაც შეგიძლიათ თითოეული გაკვეთილი დაიწყოთ, რომლებიცაც გაახურებთ ესე ვთქვათ ბავშვებს და შემდეგ შეგიძლიათ მისასალმებელი სიმღერა გააკეთოთ. მელოდია არის მუდმივად ერთი და იგივე, სულ გვაქვს ორი აკორდი და ამ ერთ და იგივე მელოდიაზე მოვსინჯავთ სხვადასხვა ესე ვთქვათ მოძრაობებს, სხვადასხვა ბგერებს, ცხოველებს და ასე შემდეგ. მოკლედ დავიწყოთ. ეხლა რა რეგისტრიც არის ეს არის ესე ვთქვათ ჩვენთვის ესე ვთქვათ დასრულებისთვის ცოტა არ იყოს მაღალი. მაგრამ ბავშვების რეგისტრია, ბავშვები ბევრად უფრო მაღალმღერიან, უბრალოდ ანატომიურად ესეა და მათ დაბალი რეგისტრი არ აქვს, ამიტომ ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ, რომ ძალიან დაბალ რეგისტრში არ ამღეროთ. ეს არის ახლა ამ წუთას იდეალური რეგისტრი ბავშვებისთვის, თუმცა ესე ვთქვათ ლინკი იქნება ხო ჩაგდებული ეს აუდიო, სადაც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თქვენს მობილურზე და ასევე იქნება ნახევარი ტონით დაბლა ვარიანტიც და ერთი ასევე ესე ვთქვათ ბევრად უფრო დაბალ ტონალობაში. როდესაც აი მაგალითად ეხა მე რა ტონალობაშიც ვიმღერებთ, ასევე შეგიძლიათ ოქტავით დაბლა იმღეროთ, ხო, როცა გაგიჭირდებათ. დავიწყოთ მოკლედ. მაკრო და მიკრობიც ტაში 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 ან დიდი ტაში 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 ან ტაში 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 ან თითები ტაში პატარა ტაში 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 მუხლებზე და ტაში მუხლებზე ტაში უფრო ჩქარა crisscross applesauce crisscross applesauce crisscross applesauce crisscross applesauce sweetie 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 ეხლა ყურები რაც გეთქვენ ხრები ან მუცელი მოდი ახლა სად არის ჩვენი ფეხის თითები ახლა ჩვენი ფეხის თითები 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 მუხლები 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 მოკლედ ესე როგორც გინდათ რა სხეულის ნაწილსაც გინდათ გაივლით მათთან ერთად და მოდი ხა აბაბუნა ფეხები ხა ცოტა ნელა ცოტა ავეჩქარეთ ეხა ძალიან ჩქარა ახალისობენ ხოლმე მე შეგვიძლია ზემოთ და ქვემოთ ზემოთ ქვემოთ ზემოთ ქვემ მარჯვნივ და მარცხნივ მარჯვნივ და მარცხნივ მარჯვნივ და მარცხნივ მარჯვნივ ან შეგიძლია მე მარცხნივ და მარჯვნივ მარცხნივ და მარჯვნივ მარცხნივ და მარჯვნივ და მარცხნივ ეხლა წინ უკან წინ უკან წინ უკან ეხლა წრეზე წავიდეთ წრეზე 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 სტოპ ეხლა საპირისპირო მიმართულებით და დაფერთხე 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 და სტოპ დაფერთხე 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 და სტოპ ან ძალიან უყვართ ეს სტოპ გაჩერება ძალიან ეფექტურია რომ თავიდან კონცენტრირდნენ მე და კითხოთ ეს რა ცხოველი მე
მერე შეგვიძლია გავაკეთოთ გორილა, ან უბრალოდ კითხოთ, რომელი ცხოველი გვინდა რომ დღეს გავაკეთოთ და გვეტყვიან თავის იდეებს, მაგალითად კატა. მიაუ, 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 მიაუ. მიპარება კატა. მიაუ, 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 მიაუ. შეგვიძლია პიკაპუ, პიკაპუ, პიკა, პიკა, პიკაპუ, პიკა, პიკაპუ. Pika, pika, boo. Pika, 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 boo. Now, კიდე 1000 იდეები, ანუ დაუსრულებლად, ეხლა უბრალოდ რაც შეიძლება ბევრს გაჩვენებთ. მაგრამ არ გულისხმობ იმას, რომ ეს ყველაფერი ერთჯერზე უნდა გააკეთოთ. არა, უბრალოდ გაჩვენებთ, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. რაც შეგვიძლია მოკეცე და გაშალე, მოკეცე და გაშალე. ღია და ხურული, ღია და ხურული, ღია და ხურული, ღია და ხურული. შეგვიძლია დავკარი გიტარაზე ლა 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 ლა. დავკარი ვიოლინოზე ლა 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 ლა. ან ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტი. შეგიძლიათ დაუკავშიროთ ისეთ თემებს, რომელიც მოგვიანებით თუ აპირებთ რაიმე ამინდი ან ცხოველზე ლაპარაკს. შეგიძლიათ თავიდანვე ესე ვთქვათ გაახუროთ და თავიდანვე ეს შემოიტანოთ გახურების დროს, ხო? ამოვიდა მზე, ან ქრის ქარი. ანუ კარგია სხვადასხვა ისინი ხმოვნები და თანხმოვნების, მაგალითად ჩურჩულით. ხო? კიდე ცხოველები შეგიძლიათ 4-5 ცხოველი, რავი, პეპელა. რაც ხოვთონ და რასაც მიეცით საშუალება ბავშვებს თვითონ რაღაცა იდეების შემოგთავაზონ, გაერთოთ და ეს თამაშად აქციოთ და მნიშვნელოვანი, ესე იგი, თვითონ მუსიკალური პარამეტრები, მაკრო და მიკრობიტი, ანუ მაკრობიტი და ორმაგად სწრაფად მიკრობიტი. ეს არის სხვა მოძრაობების დროს გაავარჯიშებინოთ. სიხმამაღლე სიჩუმე, თქვენ თვითონაც ეცადეთ რაღაცა ისე ელაპარაკოთ, თითქოს რაღაცა საიდუმლოს უმხავთ, რაღაცა საინტერესოს ამბობთ. ხმამაღლა სიმღერა, მე ძალიან ჩუმად სიმღერა, ძალიან ჩუმად დააწყებინეთ, ძალიან ხმამაღლა ნელ-ნელა, უფრო ხმამაღლა და ხმამაღლა ამღერეთ. ხო, მერე კიდე მქონდა მეცე თითების წკაპუნზე, ყველაფერი ჩამოწერილი იქნება აბსოლუტურად ფურცელზე, არ ენერგიულოთ, ეხლა ეს ვიდეოდან არ უნდა დაიმახსოვროთ. ხო, მგონი სულ ეს არის და ამის მერე მგონი ძალიან კარგად ისე თქვათ გახურებულები, გათამამებულები არიან, იცინეს უკვე ბევრი. შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ მისასალმებელ სიმღერაზე.